რომში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 27 მოქალაქე. მათ შორის არიან პოლიციელები და ერთი მეხანძრე. 2013 წელს ოცნების მიერ ამნისტიით შეწყალებული ვაჰაგ ჩახალიანი ტერორისტული აქტის მომზადებისა და ძალაუფლების მითვისების საქმეზე სომხეთში დააკავეს. ჩახალიანი საქართველოში მოძრაობა ჯავახკის ლიდერი იყო. ის 2009 წელს დააკავეს და 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჩახალიანს ბრალად მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობა, იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება და ხულიგნობა ედებოდა. მაღაროელი მირზა ლოლაძე, რომელიც 16 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა. ლოლაძე მეორე დღეა მშრალ შიმშილობაზეა და მას პირიც ამოკერილი აქვს. მაღაროელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გურამ თუშიშვილი რუსეთში ვლადიკავკაზში ჩავიდა და მსოფლიო ჩემპიონატზე ინალ ტასოევის გამარჯვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. ქართველი ჯუდოკა ფინალში სწორედ ტასოევის წინააღმდეგ დამარცხდა. ვიზიტის ამსახველი ვიდეოები რუსულ სოციალურ ქსელებში ვრცელდება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოავლინა. ამოღებული და დალუქულია მზა პროდუქტები.